აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის მხედველობის პრობლემებთან დაკავშირებული ქირურგიული მკურნალობა და სკრინინგული გამოკვლევების სრულად ფინანსდება. მხედველობის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ასე ჰქვია ახალ სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ოფთალმოლოგიური ფუნქციის გაუმჯობესება, უწყებასა და ტენდერში გამარჯვებულ სამედიცინო დაწესებულება ნიუ ჰოსპიტალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. სამინისტროს მიერ განხორციელებული მიზნობრივი გასვლითი სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვების შედეგები, დროებით დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის პარამეტრების შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზი თვალის პათოლოგიების პროცენტულად მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. მოქალაქეთა მათ შორის ახალგაზრდების მხრიდან გაზრდილია მოთხოვნა თვალის დაავადებათა ლაზერული ქირურგიის გამოყენებით მკურნალობაზე. დახმარების მიზნით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ შესაბამისი ქვეპროგრამის შემუშავება და რეალიზება. პროგრამა ექსიმერული ლაზერი თვალის რეფრაქციული ანომალიების კორექციას მოიცავს. უფასოა მხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევა, ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია, მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, რეფრაქციის დადგენა, რეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, წინა და უკანა საკნების ოფთალმოსკოპია, ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია და კომპიუტერული პერიმეტრია. სამინისტროში საკმაოდ მაღალი იყო მომართვიანობა სწორედ ლაზერულ კორექციაზე, რადგანაც აღნიშნულ მომსახურებას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს. 18-დან 40 წლის ასაკის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით, რადგანაც სწორედ ამ ასაკის ბენეფიციარებისთვის არის ეს ლაზერული კორექცია უფრო შედეგიანი და ეს არის საშუალო და მაღალი ხარისხის მიოპიო და ზოგ შემთხვევაში ასტიგმატიზმიც. ბენეფიციარებმა აღნიშნული პროგრამით მომსახურება რომ მიიღოს, უნდა მომართოს სამინისტროს საბამისი დოკუმენტაციით, ეს არის ფორმა 100, პირადობა და დევნილის მოწმობა. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში მცხოვრებ დროებით დევნილ ბენეფიციარებს შეუძლიათ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე Facebook გვერდზე, ან დაუკავშირდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელხას 153-ს.